იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ ხონის მუნიციპალიტეტში დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე გახსნა. პროექტის ფარგლებში მოზარდები იღებენ ცოდნასა და გამოცდილებას არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე. მათ შორის ეცნობიან გუნდური მუშაობის, ლიდერობის და ეფექტური კომუნიკაციის პრინციპებს, მოხალისეობის მნიშვნელობას და სხვა აქტუალურ საკითხებს. ესწრებიან საგანმანათლებლო შემეცნებით ტრენინგებს, მონაწილეობენ საინტერესო აქტივობებში, რაც ხელს უწყობს მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების განვითარებას, უზრუნველყოფს აქტუალურ საკითხებზე მათ ინფორმირებულობას და მიმდინარე პროცესებში აქტიურ ჩართულობას. აღნიშნული პროექტი წარმატებით ხორციელდება ფოცხო ეწერში, ქალაქ ფოთში, რუსთავსა და ზუგდიდში. მისი ეფექტურობიდან გამომდინარე მინისტრის აპარატი მომავალშიც განაგრძობს ამ მიმართულებით საქმიანობას. ხონში გაიხსნა დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე, სადაც 100-მდე დევნილი ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა აქტივობებში, ისინი გადამზადდებიან სწორედ იმ მიმართულებებით, რომლებიც მათ ხელს შეუწყობს მომავალში მიიღონ მონაწილეობა იმ აქტივობებში, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გეგმავს და იქნებიან სრულად ინტეგრირებული ყველა იმ პროცესში, რომელსაც მას სახელმწიფო სთავაზობს. ეს პროექტი საკმაოდ წარმატებულია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ უკვე განვახორციელებთ ფოცხო ეწერში, ზუგდიდში, ასევე ფოთში და რუსთავში და სწორედ ამ მიმართულებით მინისტრის აპარატი კვლავ განაგრძობს მუშაობას და ვეცდებით მაქსიმალურად რომ მოვიცოთ ყველა რეგიონი. სახელწოდებიდან გამომდინარე, ესეც ჩანს, რომ საკმაოდ აქტუალური პროექტი იქნება და საკმაოდ აქტუალური ტრენინგი იქნება ჩვენი დევნილ მოზარდებისათვის და დარწმუნებული ვარ, ისედაც მრავალფეროვანი ტრენინგი არის. საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ იმ შედეგს, რისთვისაც ჩაფიქრებული ქონდა აფხაზეთის ცენტრალურ ხელისუფლებას აღნიშნული პროექტი და მე მადლობა მინდა მათ გადაუხადო, რომ ეს შესაძლებლობა მიეცა ჩვენ დევნილ მოზარდებს და საბოლოო ჯამში კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთება ის საჭიროებები ამ პროექტის შემდეგ. დარწმუნებული ვარ და ასევე იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ ანალოგიური პროექტებით კიდე გაგვანებიერებს ცენტრალურ ხელისუფლება, აფხაზეთის ცენტრალურ ხელისუფლება და მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენ დევნილ მოზარდებს და საბოლოოდ მივიღოთ ის შედეგი, თურისთვისაც არის ეს პროექტი შექმნა. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ხონში ტარდება ასეთი საინტერესო პროექტები, ძალიან დაინტერესებული ვარ ამ პროექტით და ყოველ შაბათ-კვირას მივიღებ სიამოვნებით მონაწილეობას. მადლობა ყველას. ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ ხონში არც ისე ხშირი ასეთი პროექტები და ჩემი აზრით ამ პროექტით ძალიან ბევრ ხონელბავშვს, ჩემ თანატოლებს, ასევე ჩემ თანაკლასელებს მიეცათ საშუალება, რომ მეტი გავიგოთ აფხაზეთთან დაკავშირებით, დევნილებთან დაკავშირებით.